ურავენ კი ბატონო. აი უნდა დარჩენილიყო გარეთ და თუმცა მამდე ჯარიმა იყო. თითქოს დავინახე საერთო მოძრაობა. კი. გაათამაშა პერანიძემ. არის მომენტი და ძალიან. ერთი პასი დაბუცაძე ცირეგიძემ დაიქნია და შევიდა მშვენიერი ლეო. აი ესე არაორდინალური გადაწყვეტილება და როგორ გაამართლა. კარგი იყო. და ბოსუელმა გადაკიდა და აი ეს კაცია ეს არის რა ეს ლეგენდაა მართლა. აი ძალიან მაგარი მორაგბეა რა ხეთ რა მოიფიქრა. ეს რა მოხდა საინტერესო. კი ანუ ეს ძალიან მაგარი 10 ნომერია სხვა და კარგი აუტი. ქვათაძეს კარგი ხელია. თაშორის აქ გვერდიდან უნდა გვეთამაშო მონტობანელები, კარგად გვასკდებიან. მოდი გაიპარა. კარგი პასი დაუტოვა დაბუცაძეს და მშვენიერი ლეო. პერანიძემ რა პასი გააყოლა თუ დაინახე ერთი შეხებით. ძალიან კარგად დაინახა ქვათაძემ აქ სივრცე. შეიკრა წინ გვინდა ხა წინსვლა და მე მგონი დავიწყებთ წინსვლას. არა, ვედა. ვიცვალე დღევერძი, გაკოვინი აკონტროლებს. აი, წავიდა. ეს ტექნიკურია კი ბატონო და ხვითელ ბარათთან ერთად ხო, ლელო კიდავდე და კარგია რომ ტექნიკურია წავიდა. ნაკლებიც უნდა ყავდეს ჩემი აზრით შერკინებაში ახლა მონტობას და სინაურიძე წამოვიდო. ლელო. ვაი, ლელო. კი ბატონო, გავიტანეთ მოკლედ. 22-7 უკვე. შავი ლომის დომინაცია თამაშა ისე პერანიძე. და აკრია წავიდა. ოფოუდი არის გძელდება შთირეკიძე კიდევ ერთი და ლელო მშვენიერი ლელო ცირეკიძის დუბლი და პერანიძე რა კარგი იყო სავარაუდოდ გადამოწვევა მაგრამ ლელო და მოქმედება იყო ძალიან კარგი შავი ლომისგან დავდექით კარგია დავდექით და ეხა დაცვა და ბოსუელია ვინ არის ეს კაცი ვინ არის მარტივად თამაში წაგება იქნება დანაშაული. აქ აულა დავტო ტკევალიშვილი. და მე მგონი კი, დასულდა თამაში და არა ეს არ გვინდოდა, არაფერში არ გვინდოდა ეს. და მოვიკეთ გილოცავთ, უაღრესად აიძაბა ეს შეხვედრა, მაგრამ მაინც გავიმარჯვეთ. ბრავო ბიჭებო.